გამარჯობა. თქვენ ყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. ერთი ძალიან საინტერესო საკითხით მოგმართა ჩვენი ტრენინგის მონაწილემ. მე გიორგი ვარ დათვიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს თუ როგორ მოვაგვაროთ პრობლემა, როდესაც გამოთვლების დროს გვაქვს value-ები, ანუ შეცდომები და ვერ ხვდებით რაშია საქმე. ნახეთ, მოცემ უცხილში რეალურად გვაქვს რიცხვები, რომელიც განაყოფის დროსაც ვიღებთ values და მიზეზი შეიძლება უნდა ვიპოვოთ და ვნახოთ თუ რა არის. როგორც ხედავთ, აქ ფაქტობრივად რიცხვი სწორად წერია, ხოლო აქეთ ამ მხარესაც ვაკვირდებით და რიცხვი აქაც ერთი შეხედვით სწორად წერია. მაგრამ როგორც ხედავთ, სიმბოლო აქ ბოლოში თურმე რაღაც მიბმული და უნდა გამოვიყენოთ ისე რომ ეს ფორმულა აღმოვხვრათ და გამოვასწოროთ. ასეთ შემთხვევაში მაგალითად გამოვიყენებდი მე ფუნქციას, რომელიც გახლავთ ტრიმი. მოდით გავსინჯოთ და მივცეთ ტოლია ტრიმი. და ნახოთ როგორ გაასწორებს ეს ყველაფერს. ანუ ტრიმი რადგან გამოვიყენეთ, შეგვიძლია ახლა ფორმულას რეალურად უთხრათ, რომ ეს კონკრეტული უჯრა ნაცვლად იმისა გაიყოს, მაგრამ ეს ფორმულა რო აქეთ გადმოვიტანოთ, ანუ რეალურად ეს კოლომნი უნდა ჩავანაცვლოთ და აი ამითი ჩავანაცვლოთ, მივცეთ ენტერი, ფორმულა როგორც ხედავთ, მაინც ცუდ გამარებაში წავიდა. იმიტომ რომ ფორმულა ტრიმი, რომელიც გამოვიყენეთ, არის ტექსტური ფორმულა და ის ვერ გვიბრუნებს ვერანაირ შემთხვევაში მას როგორც რიცხვი. შემდეგ იქნება მაგალითად number value და number value თუ იქნებოდა ასეთ შემთხვევაში ფორმულაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის როგორც უკვე მართლაც number value და როგორც ხედავთ ფორმულა ამუშავდა. მაგრამ აი აქ ისევ რაღაცა values-თან გვაქვს საქმე. ანუ კვლავ ვაწყდებით რაღაც პრობლემას. გამოდის რომ ტრიმით მიღებული შედეგი არ აღმოჩნდა ის შედეგი რაც გვინდოდა. მოდით ვნახოთ რა შვება ასეთ დროს ტრიმი, აი ეს მივეცით, შემდეგ ენტერი და დიდი ალბათობით ხედავთ რომ ფორმულა იდეაში გაასუფთავა, მივეცი copy, შემდეგ paste value, ანუ მოვაშორე რეალურად რაც იყო ზედმეტი, შევედი შიგნით და ვხედავ რომ ეს სიმბოლო კვლავ არის. ანუ როგორც აღმოჩნდა, ტრიმი ამას არ შველის. რომ უშველოს, მაშინ უნდა დავადგინოთ რა არის ეს სიმბოლო. ამიტომ უნდა რეალურად ამოვაკოპიოთ აი ეს კონკრეტული ნაწილი, მივცეთ copy და შემდეგ გადმოვიტანოთ აქეთ. შევამოწმოთ მაგალითად და ვნახოთ რა სიმბოლო გახლავთ აი ეს სიმბოლო. ეს არის კოდით 160 სიმბოლო, რაც ფაქტობრივად space გავს, მაგრამ რეალურად ეს space არ არის. მაშინ გამოდის რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ფორმულა, რომელიც იქნება substitute და substitute-ის შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით რომ სადაც კი აი ამ ტექსტში მას შეხვდება მაგალითად კოდი უბრალოდ char-ი, იმიტომ რომ კოდი 160 არის, ვიცით? ეს არის char 160, ესე იგი აი ეს შემთხვევა, ის უნდა ჩაანაცვლოს რეალურად არაფრით და დახუროს შესაბამისად. აი უკვე მივიღეთ ესეთი მონაცემები, მაგრამ ისევ როგორც ხედავთ, აქ გვაქვს value. Value გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად მონაცემი მან რო წამოიღო და ასე ვთქვათ, ჩაანაცვლა, მოგვცა ერორის ფორმით. რატო? ამიტომ რომ აქ ისეც ერორი იყო. ჩვენ ჩაანაცვლება უნდა გაგვკეთებია არა ამ სვეტზე, არამედ ამის წინა სვეტზე, რომელშიც რეალურად ის რიცხვები ეწერა, რომელიც ფაქტობრივად თავდაპირველად იყო. და აი როგორც ხედავთ, უკვე მივიღეთ რიცხვითი მონაცემით. მაშინ გამოდის რომ ფორმულაშიც უნდა column 7-ზე გადავიკვეთოთ, column 7 ენტერი და აი აქ უკვე ხედავთ რომ გაყოფის დროს საერთოდ ერორები მივიღეთ, ანუ ის გავყავით შესაბამისად ამაზე და მივიღეთ ერორები. მაგრამ რაღაცა ნაწილმა ყოველ შემთხვევაში იმუშავა. value-ები მივიღეთ სადაც ტექსტური მონაცემი გავყავით რიცხვით მონაცემზე, იმიტომ რომ ეს ტექსტია. ამიტომ ამ შემთხვევაში რიცხვად გვინდა რომ ესენი ყველანი იქცეს, number value არ გვავიწყდება ამ შემთხვევაში, წინ მას ვამატებთ და ისე ვაძლევთ შემდეგ enter-ს. number value და ბოლოში კიდევ ერთი მძიმით ვაცრავად number value, ხო, ჩხილით ხურავთ, ორი ჩხილი. კი ბატონო და მივიღეთ შედეგი. მაშინ ეს უკვე გამოსწორდა და მივიღეთ ასე ვთქვათ სწორი შედეგები. თავისთავად აქ იყო ფორმულა, კერდა პროცენტი ქონდა, როგორც მახსოვს. თუმცა ამას არ ქონდა არსებითი მნიშვნელობა, ჩვენთვის თავი ამოცანა იყო, რომ აი ეს value, ასე ვთქვათ, რომელსაც იძლეოდა აი ეს რიცხვი გაგვესწორებინა. თუმცა მოდით ვნახოთ კიდევ ხმარ არის რამე ერორები ამ სვეტში და აი გადავედით და ვხედავთ, რომ ერორები აქ კიდევ გვაქვს value-ები, აქ არის ეს value რეალურად და გამომდინარეობს იქიდან, რომ მოცემული არის რაღაცა აპოსტროფიანი სიმბოლო.
აი ეს აპოსტროფიანი სიმბოლო უბრალოდ შეგვიძლია დავაკოპიროთ, მოვნიშნოთ და Ctrl-H-ით მივცეთ Ctrl-V და Replace All-ი და ამ შემთხვევაში ისინი ავტომატურად გასწორდება და რიცხვები შესაბამისად გასწორდება. მაგრამ აქ კვლავ გვაქვს value, იმიტომ რომ აი იგივე სიმბოლო ამ switch-იც გვაქვს კვლავ Ctrl-H-ი, იგივე სიმბოლო Replace All-ით, თუმცა რა თქმა უნდა substitute-ითაც შეიძლება და მისი გაკეთება და უკვე საბოლოო ჯამში ესენიც ავამუშავეთ. ანუ ეს ნაწილებიც გასწორდა. ცხადია, აქ ფორმულაში გასათვალისწინებელია, რომ ერთს მინუს, ანუ errors გვაძლევს მაინც და ეს error-იც შესაძლოა იყოს მძიმის შემდეგ აი აქ რაიმე კონკრეტული სიმბოლო. აი თავში ხედავთ, თავში მოცემულია რაღაც სიმბოლოები. ამიტომ აი აქ კი უკვე ცალსახად ამას ვაკოპირებთ, Ctrl-H-ით ვაფეისტებ აი ამ ნაწილს და ხედავთ არ ფეისტება. მაშინ რა უნდა გავუკეთოთ აი ამ გამოსახულებას? მივცეთ ახლა Ctrl Paste Value და მოდით შევამოწმოთ რასთან გვაქვს საქმე, ხო? ანუ ასე დროს შევდივართ უჯრაში, წინ ჩვეულებრივ ვალაგებთ, მაგრამ აი ცხადია რომ რაღაცა წერია. Ctrl-X-ით ამოვჭრათ ის ნაწილი, Ctrl-V-ით ჩავსვათ და მოდით მოვსინჯოთ თუ რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. ჩვენ აქ გვაქვს ჩანაწერი, თუმცა ბატონო, კი ბატონო, ერთი ეს და მეორე ესეთი. შესაბამისად, მაგალითად, როდესაც ვნახულობთ თუ რა არის კოდი აი ამ გამოსახულების, ეს არის კოდი ნომერი 9. და იგივე პრინციპით უნდა წავიდეთ და კოდი ნომერი 9 უნდა ამ სვეტიდანაც ამოვიღოთ. ანუ რაც იქნება ტოლია substitute მაგალითად და აქ სადაც შევხვდება კოდი ჩარი 9 შესაბამისად უნდა ამოვიღოთ არაფრით და აი ესე დავასრულოთ. აი მივიღებთ ამ მონაცემებს, მერე რა თქმა უნდა ესენი უნდა გახდეს number value-ები, number values მითითება არ დაგვავიწყდეს დავხუროთ კიდევ ერთი ფჩხილით და უკვე შესაბამისად გამოსახულებაში ფორმულაში უნდა შემოვიდეს column 1-ის მაგივრად column 12 და აი უკვე გასწორდა ეს ყველაფერი. მადლობა ყურადღებისათვის, ძალიან საინტერესო ფაილი იყო ნამდვილად, ძალიან ბევრ პატარ-პატარა დეტალს შეიცავდა და ვფიქრობ ეს ვიდეო თქვენთვის ბევრი სხვადასხვა ამოცანის გახსნის არეალს შემოგცემთ. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩემი არხი და გელოდებით ტრენინგებზე. დროებით.